ბუტერბროდები დავაკეთე, აი ესეთები, ლამაზები, კარგები, ხო და რა თქმა უნდა, ცივილუდის გარეშე არაფერი არ გამოვა და ეხლა დეგუსტაცია. გაგიმარჯვოთ ჩემო საყვარლებო, ჩემო ჯიგრებო, დღეს გავაკეთოთ უგემრიელესი ქათმის პაშტეტი რა. ესე იგი ძალიან გემრიელი გამოდის, უმარტივესი გასაკეთებელია და თან რა არის ცით ყველაზე მთავარი ეხლა რა, აი ქათმის პაშტეტში რა. ხო იყიდება ეხლა ნახო მაღაზიაში ხო? ის რო წაიკითხო ზედ რა წერია, ნუ გული გაგისკდება რა. განცალკავებული ხორცი, ემულგატორი, ესეთი, სოიო, მოიო და ნუ კიდე რა არის შიგნით ქათმის ბუმბული, ჯანდაბა, ოხრობა, მამაძაღლობა და ვეღარ აჭმევ რა იმ ბავშვს და ვეღარ შენ ვერ ჭამ რა იმას უკითხულობ რა და 1000 რაღაცა კიდე არომატიზატორები, რომელიც ნუ ეს საშინელია ორგანიზმისთვის, ხო? და ამ დროს არის არაფერი. უმარტივესი გასაკეთებელია და დღეს გავაკეთოთ ესე იგი ესე ქათმის პაშტეტი. ესე იგი ამისთვის რა დაგჭირდება? ერთი ქათმის ბარკალი და ერთი აი ესეთი გული კიდე ქათმის ზედა. აბსოლუტურად ესეთი რა ქვია, უცხიმო. ბევრი აკეთებს ხოლმე მარტო უცხიმოს. მარტო აი ქათმის გულს აკეთებს და რა არის ცით? ძალიან მშრალი გამოდის რა. ჭირდება ცოტა ეს რა ქვია ესეთი როგორც იძახიან ბარკლის ხორცი ესე შავ ხორცს ეძახდნენ ამას ხოლმე. ანუ ერთმანეთში არეული გამოდის ძალიან გემრიელი რა. ეს ძალიან გემრიელი. ნუ ტყავი არ ჭირდება, მაგრამ მაინც ნუ ეხლა მე მოხარშავთ ამას ჩვენ ტყავიანად და მე ნუ ტყავს გავაძროთ რა ამას და ამას პირდაპირ იმას ვიზამთ მე. დავაჩოპერებთ ამ ყველაფერს რა, დავაბლენდერებთ, როგორც ქვია რა. მოკლედ დავიწყოთ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ავდგეთ და ეს ქათმის ხორცი მოვხარშოთ. არაფერი, უბრალოდ ჩავდოთ ეს ჩვენს პატარა კვაფში. დავასხათ წყალი. დავადგათ. შეგვიძლია 1-2 ცალი დაფნის ფოთოლიც ჩავაგდოთ. და მორჩა. არაფერი, უბრალოდ სადღაც მოვხარშოთ რა. ისე რომ კარგად უნდა დარბილდეს რა. სადღაც 40 წუთი ჭირდება ამას აი მსოემას რა ქვია, ფერმის ქათმებს და სოფლის ქათამს დიდი ხანი ჭირდება უფრო, თუმცა სადღაა სოფლის ქათამი, სადღაა. სოფლის ქათამი უკვე დეფიციტშია. აი, ნახეთ, ადუღდა. უпроსტად მოიხარშა, თორე დუღილით კარგა ხანია რაც ადუღდა და ეხლა ამოვიღოთ უნდა ეს და რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა იმას ვთქვათ რა. გამოვაცალოთ აი ამას ბარკალს ძვალი. და მოვამზადოთ ჩოპერში ჩასადებად. აი ესე მოიხარშე და არაფერი ახლა ამას უკვე დავიწყებთ ყველაფერს ჩოპერში და გავაკეთებთ სასტაულ პაშტეტს ქათმისას. კანს არ ხმარობთ, იმიტომ რომ ბავშვებისთვის, ვისაც უნდა მით უმეტეს კანი მაინდა-მაინც სასარგებლო არ არის პატარებისთვის, ბავშვებისთვის, ამიტომ შევეცადოთ რომ კანი მოვაძროთ. ანაჩენია ესე რა არაფერი. ეხლა ისეთი ხელთათ მანი მიკეთია სიცხე შიგნით არ შედის და თქვენ თუ აკეთებთ ცოტა შეგიძლიათ დააყოვნოთ ცოტა რომ მაქსიმალურად ეს მოვაძროთ ხორცი რაც არის, რაც ხორცი არ არის, გვერდზე გადმოვდოთ. მე ცუგრუმელას ვაჭრებ ხოლმე, ცუგრუმელას მე ცოტა ისეთ ათხოვდებს, რასაც ქვია. არაფერი აი ხორციც გამზადდა და ეხლა მოვიდან ჩოპერს და მივწყოთ. ხო, არ დაიწყოთ ჩემო საყვარლებო, არ დაიზაროთ გამოწერა, კომენტარი, მოწონება, ამითი არხი წინ მიდის და კიდე უფრო 1000 სხვადასხვა რაღაცებს გავაკეთებ რა. ასე რომ მიდით ხალბატონებო, ბატონებო, თქვენ შემოგივლეთ ყველას. სკუპ. ესე იგი ჩავაწყოთ პირველი ქათმის ხორცი ესე. სულ ასე და მივყვეთ ახლა ნელ-ნელა. ამას ვამატებთ 2 ცალ მოხარშულ კვერცხს. შეგიძლიათ ცოტა ადრეც მოხარშოთ, არ არის პრობლემა. 2 ცალი ესე შუაზე გავჭრათ. ორი კბილი ნიორი. ბევრი არა რომ თავის გემოზე ნიორმა მე არ
წაიყვანოს. აი ნახეთ, წითელი ხახვი. ეხლა ეს მთლიანი ბევრი იქნება ამისთვის, იმიტომ რომ არ არის დიდი ოდენობა. ესე გავჭრათ ნახევარი. როდესაც ცოცხლად ვაკეთებთ რაღაცას, ყოველთვის წითელ ხახვს ვანიჭებთ უპირატესობას მოთუშვის დროს და შეწვის და რაღაცა, როდესაც თერმულად ვამუშავებთ, იქ რა თქმა უნდა ჯობია ყოველთვის რომ ესე იგი თეთრი ხახვი ვიხმაროთ და ეხლა ნუ ეს აი ჩემი რეცეპტის სტილია რა. ესე ბავშვები კი ვახსენე, ბავშვებისთვის აჯიკაც არ არის მაინდა-მაინც და წიწაკაც კარგი, მაგრამ აი ეს შეგიძლიათ საერთოდ არც აჯიკა უქნათ, არც წიწაკა უქნათ, მარტო მარილი უქნათ და ისე შეაზავოთ, მაგრამ თუ ახლა ცოტა მოზარდები არიან ისინი ესენი, მაშინ აი მე პირადად მეგრული აჯიკა ყველაფერს უხდება. არ არსებობს, ნუ აი არ არსებობს ისეთი რამე, რომ მეგრული აჯიკა არ უხდებოდეს. აი ეგ არის ცოტა პაპრიკა და კიდე ცოტა ძალი წიწაკა. ესე მიქსივით რო თქვათ. ეს მეორე. ეს არის მდოგვი როგორ აიცით? შეგიძლიათ ქართული მდოგვიც უქნათ, უცხოურებით შეგიძლიათ უქნათ, როგორც ეს არა ქვია გერმანული, ჩეხური, ბელორუსული, ბევრნაირი არის რა. ეს ახლა გერმანული მდოგვი არის და ძალიან კაი არომატს აძლევს და ამიტომ ამასაც ესა. ხა ჩვენ უზამთ ამას. დავუმატებთ. ხო, ეხლა უცებ რამე არ გამოგჩეს, ხო? შავი წიწაკა. მაქვს ესე გოლებით და ყოველთვის გოლებით უშვები და რატო იცით რომ იმ მომენტისთვის თან ძალიან კარგი მას აძლევს რა ქვია არომატს და მე ამ სუნელების კიდე ვერ გაიგებთ ხალხო ისეთია თემა ჩემო კარგებო ისეთი მდგომარეობა ამ სუნელებზე ამ დაფქვილებში რა ყრია კაცმა არ იცის რა კაცმა არ იცის იმიტომ რომ სუნი მას არ აქვს ხოლმე და გემო და ამიტომ მირჩევნია რომ აი ხედავდე რას ვყიდულობ და რას ვაკეთებ და კარაქი აუცილებელი ინგრედიენტი არის ამისი კარაქი სადღაც აი ესეთი 80 გრამი მაინც ჩვენ დაგჭირდება რომ აი ამ რაოდენობაზე ასე იგი აუცილებლად დავამატოთ. გავხსნოთ რაღაცა ცოტა ანტიფონსკი ყუთია, მაგრამ კაი გემრიელი კარაქია მინდა გითხრათ. ფას დაკლებაში შევიძინე და აი ესე ნახეთ 1 ნაჭერი 2 3 4 ნაჭერი მაინც ნუ 80-100 გრამი. კარაქი არ უნდა დავინანოთ თუ გვინდა რომ გემრიელი გამოგვივიდეს, მე ცოტა კიდე დავამატოთ. კარაქით ვერასდროს ვერ გააფუჭებთ იმას, რა ქვია. ამას და ამას ახლა ერთადერთი რისი კიდე დამატებაც უნდა ეს არის ჩემო კარგებო და საყვარლებო მარილი. მარილი როგორ იცით აი თქვენი გემოვნების მიხედვით, ნუ ამას უნდა საერთოდ დაახლოებით ერთი ნუ ესე რა, ჩაის კოვზი რა. თვალის ზომით ვიცი დაახლოებით რამდენია და ერთი ჩაის კოვზი. უქნათ აი ესე მარილი. ამას ახლა ჩვენ ყველაფერს დავაფარებთ. ასო შეგვეცო კი. და რას ვიზამთ და ახლა უნდა დავაბლენდეროთ. ცოტა მარილები კი გადაგვეყარა აქეთ იქით. აი ესეც ჩემო კარგებო, ესეთი პაშტეტი გამოგვივიდა. ეხლა ეს უნდა გადმოვიტანოთ მოცულობაში რამე. კილაში, მინაში, ჯამში, რავი, რაშიც გაგიხარდებათ რა. აი ესეთი მე შუშის ისა მაქვს და აი ამაში გადმოვა ცუნცულებ ეხლა ამას ყველაფერს. აი ესეთი ჯიგრული პაშტეტი გამოგვივიდა ჩემო კარგებო. ნაღდი იცი რომ ხორცისგან არის გაკეთებული, სოიოთი რო არ არის გაბერილი და იმ რაღაცა, რა ვიცი, განსალკევებული ქათმის ფარშით, კაცმა რო არ იცის, თავი, ტანი, ნაწლავი ერთად როა გატარებული და არც ემულგატორები არ აქვს. ეხლა ამას ერთადერთი რაც უნდა, მაცივარში უნდა შევინახოთ 1-2 საათი. ეხლა შეგვიძლია ეს უკვე დავაგემოვნოთ, მაგრამ ჯობია რომ 1-2 საათი მაცივარში ესე კარგად შეიკრება, შეცივდება და მე მოვახდიდო დეგუსტაცია. სულ 2 საათი რა, მეტი არა. გამოვალამაზოთ და წავედით მაცივარში და მე რა თქმა უნდა აბი გლუკოზა. აბა ჩემო ჯიგრებო, გავიდა 2 საათი, შეცივდა ჩვენი პაშტეტი ესე ლამაზად, კარგად. ეგრეთ წოდებული ბუტერბროდები გავაკეთე, აი ესეთები, ლამაზები, კარგები. ხო და რა თქმა უნდა ცივილუდის გარეშე არაფერი არ გამოვა და ეხლა დეგუსტაცია.
მაგრამ ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი ლუძეც რა, ეხლა ვისაც არ ეზარება, ყველა ლაპარაკობს რომ ლუძე და ერთი-ორი სიტყვა მოდი ლუძეც ვთქვათ. ეს ლუდი შევიძინე მე ალგორიუმში, გამოწერით ოღონდ. და პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ არც რეკლამა, არც არაფერი არ არის, როდესაც არის ხოლმე საიტზე ფასდაკლება, მაშინ ღირს ეს ლუდი 2 და 80. ეხლა 4.5 ღირს. 4.5 ძალიან ძვირია ჩემი აზრით. მაგრამ 2 და 80-ისთვის ნამდვილად კარგი. ესე ჩამოვა რაკოთ ერთი. კარგად. გემრიელად. ისე რომ თავის კაფიანად დაესხას. ოპა. ესე ვქნათ. მოდღაც ცოტა ლუდი ასე. და მივაყოლოთ ერთი ბუდერბროდოს. ნამდვილად ძალიან გემრიელი გამოვიდა და კარგი. და რაც თავარია, ნატურალური და იაფრი და იცით რა არის. ხორცისგან არის არა განსალკავებული და რაღაცა კაც მორვარიცის რისგან. და უცებთან ამას მივაყოლოთ ჯავე კიტრი, ესეც ჩემი მომზადებულია და წინა რეცეპტზე გვიდევს არხზე შეგიძლია ნახოთ. აი კოჰაბიტაცია ეს საერთოდ ჩაგლიჯავს ბოლოში. აბა ჩემო კარგებო, გაგიმარჯვოთ. ჯერ კიდევ როდის გითხრათ ჩვენ მოუწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ რომ დალიეთო ლუდით სატრიგზელოებიო და მერთმა სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა პირველ რიგში არ მოგაკლოთ და ეს კაი ლუდია ნამდვილად ეხლა გავსინჯა. კარგია. აი ვისაც გიყვართ ჩეხური ტიპის ლუდები, ესეთი მომწარო ტიპის ლუდები, ეგ არის. და აქვე ისევ დავამატებ რა. 4.5 და 4 და 80 ზვირი ამ ლუდისთვის, 2 და 80 ნამდვილად იაფია, ჩაუსაფრთით და როცა ეს იქნება აქცია, აიღეთ მაშინვე. ერთი კიტრით შევახრამუნოთ. და აბა ჩემო კარგებო. მომწერეთ. მომავალში რა დავდოთ, რა გავაკეთოთ, რა დავაგემოვნოთ. და როგორც ყოველთვის, ხმალი თქვენ და ის არის აგერ ჩემი.